ეხლა რაც შეეხება თვითონ ურთიერთობის დასრულებას, ჩვენ თაობას განსაკუთრებით უფრო აქვს აქცენტი შინაარსზე და არა ფორმაზე. ადრე თუ იყო რომ ფორმა ყველაფრის ფასად უნდა შეენარჩუნებინათ, ეხლა რომ ეცადოს ადამიანი ფორმა შეინარჩუნოს, როგორც რაც უფრო ძლიერი არის ადამიანის ენერგეტიკა, მით უფრო დამანგრეველი შეიძლება იყოს ესეთი შეკავებები, ენერგეტიკული შეკავებები, რომ აი მე მაგალითად სადღაც ვაჩერებ ჩემ თავს ურთიერთობაში, ხო? ან სადღაც მე არ ვისწრაფი ბედნიერებისკენ, ხო? აი ბედნიერება როგორ იცით, თუნდაც შეიძლება მარტო ვიყო და უფრო კარგად გრძნობდე თავს, ვიდრე ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ძველ დროში თუ ვითომ არაფერი ისეთი არ ემართებოდათ ფიზიკურად, შეეძლოთ რომ შეგუებოდნენ, მაგრამ აქ ემოციური გაცნობიერებაც იმდენი არ იყო. ახლა თანამედროვეობაში ჩვენი ემოციური ინტელექტი იზრდება ძალიან დიდი სისწრაფით. აი შინაგანი გაცნობიერების უნარები იზრდება. ანუ ვეღარ ვატყუებთ უკვე ისე თავს, როგორც ჩვენი წინაპრები ატყუებდნენ თავს. ახლა ადრე მაგალითად აი ეს მასლოუს პირამიდა რო გავიხსენოთ სიტყვაზე, ხო? პირველად ამოცანა იყო ელემენტარული გადარჩენა, ხო? და იქ ემოცია და ენერგია ბევრი აღარ იხარჯებოდა სხვა მაღალ მატერიებზე. და შესაბამისად, ეხლა ჩვენთან უკვე ძალიან გაზრდილი არის ეს შინაგანი სწრაფი თუ დავფიქსირებთ, რომ უკვე ძალიან ბევრია გაშორებული, მარტოს არიან უკვე ძალიან კარგად, ხო, სიტყვაზე აღარ საჭიროებენ მაინც-ამაინც ხშირად ადამიანებს. ეს არის საკუთარ თავთან დაბრუნება, სადღაც რომ აი მე ნენელა ვხდები ასაკში, რომ ჩვენ მოთხოვნილების ვერავინ ვერ დააკმაყოფილებს ჩემს გარდა. ზოგჯერ არის ესეთი რაღაც, რომ შინაგანად მე როდესაც არ მაქვს თვით შეფასება საკმარისად და შეიძლება ვეჭიდავებოდე ურთიერთობას, ხო? ან მაგალითად არა ის, რომ მე მინდა უკვე გაშორება, მე პირიქით ვებღაუჭებოდი ამ ურთიერთობას და ნუ ხედავთ ხოლმე, რომ აი პარტნიორსაც აღარ უნდა ეს ურთიერთობა, მაგრამ ვებღაუჭება, იმიტომ რომ აქაც ეგოს თამაშები არის, რომ გონიათ, რომ ეს ადამიანი თუ წავა მათი ცხოვრებიდან, მათი პიროვნული ეგო და მე ჩამოიშლება, ხო? რაც მასე არ არის ხოლმე, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ჩვენ თვითშეფასება ვინმეზე დამოკიდებული, ხო? ვინმეს მოწონება არ მოწონებაზე ან იქნება ჩვენთან თუ ვეყვარები თუ არ ვეყვარები, ანუ ეს უკვე არის სწორი პროგრამა, იმიტომ რომ მარტო ესე არ არის, რომ აი მაგალითად ქალს უნდა წასვლა და ვერ მიდის, ხო? ხშირად არის, რომ კაცს უნდა წასვლა ურთიერთობიდან და ანუ ქალი რაღაცნაირად ცდილობს ხოლმე, იმიტომ რომ ეს არა იმიტომ რომ აქ სიყვარული არის, ხო? აქ არის აი თვითშეფასებასთან პირდაპირ შეხება, რომელიც ასევე კაცებსაც აქვს, რომ აი თუ წავა ქალი ჩემგან, ეს მე დამარტყმს თვითშეფასებას. ამიტომ ზოგჯერ ეგოს თამაშები ძალიან სერიოზულად არის ურთიერთობაში, ხო?